ქართული დელეგაციის ვიზიტი ანტალიაში გრძელდება. დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე სამხრეთ კავკასია რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება. ჟორჟოლიანმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში დიპლომატიის როლზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა დიალოგის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და იმ მსხვილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას ისახავს მისდათ. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი სანაშემწე, თურქეთის რესპუბლიკის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3% იყო. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.4% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით მოწინავე ადგილზე ვართ. ასევე ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობის ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორებიცაა მაგალითად ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელები. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები.